მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავთ გიორგი გადელია და დღეს დაგიბრუნდით ძალიან კარგი სიმღერით. დღეს მინდა გასწავლოთ ლეგენდარული გია ყანჩელის ყვითელი ფოთლები, ოღონდ საგიტარო ვერსია, კლასიკური ვერსია, ანუ ასე რომ ვთქვათ, fingerstyle ვერსია, როგორ შევასრულოთ კლასიკურ გიტარაზე. მაშინ ასე დავიწყოთ. ვიღებთ ტონალობა გვაქვს დო მაჟორი, პირველადში მეორე სიმი, მეორეში მეოთხე, მესამეში მეხუთე. და უკრავთ აქ შემდეგნაირად. მეხუთე, მესამე, მეორე, პირველი, ოღონდ ნახეთ, ესეთი რიტმია. ნახეთ? კიდევ ერთხელ. შემდეგ პირველადში პირველი სიმი, საჩვენებელი თითით, მეორეში მეექვსე და ესე ბანი და მე პირველი სამი სიმი, ანუ მეხუთე და მე პირველი სამი სიმი ცალკე. მე პირველი ღია და მეორე სიმი მესამე ლადში. ნახეთ რა გამოვიდა. შემდეგ პირველადში საჩვენებელი და შუა თითით ვიღებთ მესამე და პირველ სიმს და უბრალოდ ესე ჩამოუსვით. ცეა თითით, მესამე, მეორე, პირველი. ნახეთ? მე პირველი ღია, მე მესამეში მეორე სიმი და ლა მინორი. მეორეს ჩათვლით მეხუთედან. პირველ სიმს აღარ ვაჟღერებთ. ანუ ლა მინორი არის პირველადში მეორე სიმი, მეორეში მესამე და მეოთხე. ნუ რა გამოვიდა. შემდეგ A7, ანუ ლა მაჟორული სეპტაკორდია, მეორე ლადში მეორე და მეოთხე სიმი და მეოთხედან ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ეს არის მეოთხე, მესამე, მეორეს რო გამოვკრავთ, მაგ მომენტში ხმა არ უნდა გაჩერდეს და ისე უნდა გავაკეთოთ გლისანდო შემდეგ ლადებში. გეტყვით ახლა. მეოთხე, მესამე, მეორე, მესამეში გავასრიალებთ, აქაც იგივე. მეხუთეში გავასრიალებთ და მეხუთეში უკვე აქვე ვრჩებით და უკრავთ იგივე რაღაცას. მეოთხე, მესამე, მეორე. ნახეთ? შემდეგ DM7 დამატებული ნოტი სოლ მესამე ლადში პირველ სიმზე. როგორ ავიღოთ? პირველადში ორსიმიანი ბარე, მეორეში მესამე სიმი, მესამეში პირველი. მეოთხედან არის ბანი. ნახეთ ეს? მე ავუშვებთ და პირველ სიმს გამოვკრავთ მარტო. პირველადში ამ DM7, ეხლა უკვე სუფთა DM7-ზე გადავდივართ მე, ნახეთ? შემდეგ მესამე ლადში მეექვსე სიმი და უკრავთ მეექვსე, მეორე და მესამე ღიასთან ერთად. მე პირველადში პირველი და ან ესე ავიღოთ, ან ამ ორი თითით, რომელიც უფრო კომფორტულია. მესამე ლადში მეოთხე და მეორე და დო მაჟორი და მესამე მეორეს ჩათვლით. პირველს აღარ ვაჟღერებთ. ნახეთ? შემდეგ იწყება ყველაფერი იგივენაირად. უბრალოდ დამთავრებაა სხვანაირად. და აქ ნახეთ რა ხდება, ახლა ბოლოში მეორეჯერ უკვე შემოbrunების დროს უკვე არის სხვანაირად დამთავრება. აქ ვტოვებთ პირველ და მეორე სიმს პატარა ბარეს და მეექვსე სიმს მესამე ლადში ვამატებთ და უკრავთ პირველი, მეორე, მეექვსე. ღია პირველი და დო მაჟორი. შემდეგ სოლ მინორი, ანუ GM, მესამე ლადში 6 სიმიანი ბარე, მეხუთეში მეოთხე და მეხუთე,
უკრავთ ჩამოვსმოთ ხელს და მე პირველი ორჯერი. ნახეთ? მე დო მაჟორული სეპტაკორდი აქ ტოვებთ ბარეს და აქცენტი მეხუთე სიმის ბანზე გვაქვს უკვე და მეხუთე ლათში ვამატებთ მეოთხე და მეორე სიმს. მეხუთედან უკრავთ ისევ პირველი სიმი ორჯერ ცალკე. შემდეგ მეექვსე ლათში პირველი სიმი მერვეში მეორე და მეხუთე ბანთან ერთად. შემდეგ შევეცადოთ რომ ეს ბანი დიდხანს გაყვეს. ესეთი რაღაცაა. მერე არის მეხუთე ლათში პირველი სიმი, მეექვსეში მეორე ერთად უკრავთ და რაც ავიღეთ მეექვსე მერვეში, ახლა უნდა ავიღოთ მესამე და მეხუთეში. პირველი სიმი მესამეში, მეორე სიმი მეხუთეში. ერთად უნდა დავუკრათ, ნახეთ? და დ-ემი. ჩვეულებრივი რე მინორი. პირველ ლათში პირველი სიმი, მეორეში მესამე, მესამეში მეორე სიმი. თუნდაც ესე აიღეთ, თუნდაც მეკეთეთ. შემდეგ, ნახეთ რა გამოვიდა ახლა ეს ნაწილი, მეორე ნაწილი. შემდეგ ბარე მეშვიდე ლათში 6-მიანი და მერვეში მესამე და პირველი. ვიღებთ შუა და არათითით და უკრავთ. ესეთი რაღაცა მეექვსე სიმია ბანი. აუშვებთ არათით და უკრავთ პირველ სანუ. მეათეში მეორე სიმი, მეათეში ნახეთ. ისევ ის დ-7 და ნოტი სოლ დამატებული. იგივენაირად და აქაც დამთავრება მეორეჯერ შემოbrunება როგორც ყო. პირველ მეორე სიმი პირველ ლათში, ბარე პატარა და მეექვსე სიმი მესამე ლათში და პირველი მეორე მეექვსე ერთად უკრავთ. ღია პირველი, მეოთხე მეორე მესამეში და C ანუ დო მაჟორი არის მეორეს ჩათვლით. ანუ ეხლა რა გამოვიდა თავიდან ბოლომდე დაგიკრავთ. ისევ შემდეგ ეს არის ძირითადი რაც შეიძლება დაუკრათ და შეიძლება ესეთი რაღაცა გალამაზებისთვის ფლაჟოლეტი ნახეთ ფლაჟოლეტი როგორ კეთდება? ვახებთ ოდნავ არ ვაწვევით, უბრალოდ აი ამ გამყოფ რკინასთან ახლოს, ლადების გამყოფებთან ახლოს, ოდნავ მივატებთ და ჩემ შემთხვევაში მე ცერათითით უტყავ მერე სიმს. ნახეთ? მერე სადაც დააწვევით ამ შემთხვევაში პირველ სიმს ყრავთ, წარმოვიდგინოთ, რომ აქ არის მე-12 ლადის მერე ნოტები რომ მეორდება, წარმოვიდგინოთ, რომ აქეთ არის უკვე ეს პირველი ლადი და აქ უკვე ამ შემთხვევაში მე-13 ლადში ვაკეთებ, იმიტომ რომ იქ ვაწვევი უკვე მე ნოტ ფას. მერე ისევ ღიაზე როცა ვაკეთებ მე-12 ლადში.
და აქეთ მოვდივარ. მე ჩვეულებრივად. სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და დაწერეთ თხოვნები მომავალ შეხვედრამდე.